ომის მზადება მიდიოდა, რაც მე შემდგომში დაადასტურა კიდევაც პუტინმა თუ გახსოვთ ეს მოვლენა დაკავშირებული იყო კოსოვოს ამბავთან. მაშინ დაუშვა უმძიმესი შეცდომა, რომელსაც მაშინვე ამბობდით, დაუშვა იმან ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ, რომელმაც კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარა, რამაც გამოიწვია ესეთი დომინოს პრინციპი და მაშინვე თქვა. აი ბატონო, შეიკამთებით, რატომ დაუშვა შეცდომა? იქ განათავსა ბაზა, სამხედრო ბაზა. თავისთვის რატო იყო შეცდომა ამერიკისთვის ეს? ამერიკისთვის არ იყო, ჩვენთვის იყო. ჩვენთვის კი ბატონო. საერთოდ იყო გეოპოლიტიკური შეცდომა იყო, იმ თვალსაზრისით ყველას მოუნდებოდა მე უკვე ამ ტიპის ქმედება. ყველას მოუნდებოდა საზღვრების გადახედვა. ნუ ახლა გაეროს დგას ამ პრინციპზე, რომ ერთ-ერთი უნიშნულოვანესი პრინციპი ეს არის, რომ საზღვრების საკითხი არ განიხილება და არ გადაიხედება. ხო და ეს თუ მოიშალა ეს პრინციპი და უკვე მოშლილია. ყველა მოინდა სამის გაკეთებას, იმიტომ რომ მართლა არის ბევრი უსამართლობა, პირველი მსოფლიო ომის მერე, მეორე მსოფლიო ომის მერე, ახლო აღმოსავლეთში ყველგან. ჩვენს რეგიონშიც მათ შორის. და სხვადასხვა უნდა ითქვას, რომ აი ეს დაძაბული ურთიერთობები, რომელიც მსოფლიოში არსებობს, მათ შორის ჩვენს რეგიონში ეს ან გარკვეული კმაყოფილება ამითაც არის განპირობებული, ამას ახლა ხმამაღალ დღესდღეობით არ ამბობენ ამ წუთში, მაგრამ ის რომ საზღვრები თავის დროზე არასწორად არის გავლებული. მოკლედ ეს კიდევ ერთხელ მემორებ, ეს რო ასე იყო, ეს პუტინმა შემდეგში აღიარა კიდევაც და თქვა, რომ 2006 წელს ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ჩვენს დავიწყეთ მზადდება შესაბამისი რეაქციისთვის, იმიტომ რომ ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყანა სერბეთი დაიჭაგრა. ასე რომ ამაში გასაკვირი არაფერი არ არის.